სალამი ხალხ, ეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო ვიდეო გვაქვს. ეს არის პირველი გამოცდილება რალის. როგორც იცით, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ 9 მაისს ჩატარდა რალის სპრინტი თბილისში. თბილისის ზღვის ირგვლივ. შეჯიბრი ჩატარდა 3 კატეგორიაში, T1, T2, T3. ეს არის მოტოციკლეტები, ბაგები და მანქანები. თქონდა მოტოციკლეტით ვიღებდი მონაწილეობას. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ვეცდები რომ ვიდეოში გაჩვენოთ ყველაფერი. რალის პრინციპებიც აგიხსნათ მოკლედ, იმიტომ რომ ეს შეჯიბრი არ არის მარტო იმაზე, ვინ უფრო ჩქარა მივა სტარტიდან ფინიშამდე. ცოტათი უფრო რთული შეჯიბრია. შეჯიბრის მთელი პრინციპი ის არის, რომ მონაწილეებს აქვთ რალიბუქი, რომლის მიხედვითაც უნდა გაიარონ წინასწარ განსაზღვრული დისტანცია. წინასწარ არ იცი, რა ტრეკია გასავლელი და roadbooks იღებ შეჯიბრზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. სანამ უშუალოდ შეჯიბრის პროცესზე გადავალთ, მინდა ძალიან მოკლედ აგიხსნათ, რამდენადაც შეიძლება რომ მოკლედ აგიხსნათ roadbook-ის გამოყენება, რაც დიაში მთავარი პრინციპია ამ შეჯიბრის. კიდევ ერთხელ, ესე გამოიყურება roadbook-ი. ეს აპლიკაციას რაც შეეხება, პირველი დიდი უჯრა ეს რაც არის, ეს არის ინფორმაცია სტარტიდან გავლილი კილომეტრების შესახებ. სადაც ეხლა 00 გვაქვს მითითებული პატარა უჯრას გულისხმობ, ეს არის შენი მიმდინარე სიჩქარე, ქვევით ეს არის დრო და მარჯვენა მხარეს ეს არის კომპასის მონაცემები. მარცხენა სვეტში, სადაც ციფრები გვიწერია, ორი ციფრი, დიდად და პატარად, ეს არის დისტანცია სტარტიდან კონკრეტულ ტრასის მონაკვეთამდე, ხოლო პატარა მითითებული ეს არის შემდეგ მონაკვეთამდე დისტანცია. რაც შეეხება მონიშნებს, როგორც ხედავთ, ზოგი მწვანეა, მწვანე ნიშნავს, რომ შემდეგი მოქმედება 200 მეტრზე ახლოა. ვითლად მითითებული კომპონენტები, ეს არის გრადუსები, ეს არის კომპასის ჩვენება, რომელიც ასევე გიჩანს ზედა მარჯვენა კუთხეში და შენ როცა კონკრეტულ მანევრს გააკეთებ, უნდა დარწმუნდე, რომ აქ ვითლად მითითებული ციფრები და კომპასის რეალური მონაცემი ემთხვევა ერთმანეთს. ეს გაძლევს იმის გარანტიას, რომ ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდიხარ. ალურ სვეტში ჩანს, საით უნდა იმოძრაო, რა მიმართულებით უნდა იმოძრაო, სხვადასხვა აღნიშვნები, მაგალითად ხეები, რომ ხეებს შორის უნდა გაიარო, ღობეებს შორის გავლა, ცენტრალურ გზასთან მიერთება და ასე შემდეგ. მარჯვენა სვეტში არის დამატებითი ინფორმაცია, გზის საფართან დაკავშირებით, მიმართულებასთან და ასე შემდეგ. რალის პრინციპი ასე თუ ისე ვიცით, სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ. რალისთვის პატარა აპგრეიდი მაქვს ბაიკზე. კიდე ერთი ეკრანი დავამატე და უკვე მართლა ტელევიზორით დავდივარ ბორბლებზე. ცხოვრებაში პირველად მიკეთია კისრის დამცავი, რომელიც ცოტა მძიმეა და მაწუხებს, ალბათ შეჩვევაა საჭირო. ნახოთ რა იქნება. ხა მივდივარ. შევხვდები ნიკუშას და ლევანს. ისინიც მიიღებენ მონაწილეობას და ერთად წავალთ თბილისის ზღვისკენ. ჰაჰაჰა! რა ვახარ, თუ იცი? მთელი ღამე არ მეძინა. მთელი ღამე აღმართი ავდიოდი პირველში და მეორეში ხოდა ჩაგდებული და ყოფთი კილომეტრებს საათებზე. რავით, ემოციებში ვარ რა. მაგარი დღე არის და უნდა მოვიგოთ. მოვიგოთ. აგერ ვარც ბიჭები. ბიჭო, ვიგებთ, სხვა არაფერი არ განიხილება. ამიდი გვაქვს მაგარი. შენ გეძინა? კი. მე თვითონ მენდი. ერთი არაძი. ლევანც. თავიდანვე ცნობილი იყო რა არ ეცნობდა. მოვედით თბილისის ზღვაზე. წინაზე ძაქცევის მერე იმედია რომ ეს მშვიდობიანად ჩავატარებ. ეს ბევრად უფრო დაბალ სიჩქარიანი. ხო, აქ დაჟე სიჩქარეზე მე მგონი შეზღუდვები არის რაღაც ადგილებში ჩქარად გვიერთი. მალე თუ მოხვედი ჯარიმდები და просто рука вот გარემო რა ხდება დონეზე არის. როგარც მე ვიცი. თან იქ იმდენჯერ დავიკარგეთ უდაბნოში.
და სულ მე იქიდან უკან რომ მოდის ტიპი უკვე დაკარგული რო არის და ნაყოფი და გეუბნება იქარცა. მოგრუნდი აქაც ტიპი რაღაცა უდავს. 5 წუთი ადრე გვექნება როუდ. დრონის პორტს ამოვედი და წინაზე იქ მაგრამ არ მქონდა რა, მაგრამ რო დავიკარგებოდი მაგრამ ფრენა გზასთან. და ეგრევე ყველას ხედავ ისაც არის. აი, პიანორი. რა ნომერი ხარ შენ? იდეა, ეგ შენ რა ნომერი ხარ? 101 ვიქნები, ეს ძველი ნომერი. 101, ანუ პირველი გადიხარ. პირველი ეგრეც მაგრამ პირველი ეხა. პირველი გადასახვესთან დაველები. ორ წუთში მოვა მეორეც. ბიჭო, ის რო იყო? დარდუბალა თუ რაღაც მულტფილმი რო იყო, მან რო იყო. ესეთი იმენა მაგის ვიცი. მოიგოს და მეც დამავოდი. ამოტრიალებული დაიყო. აზარი არა. არა, შეივთი წარმოებული. სხვა სტიკერები. შეიძლება რეგისტრაცია გავიარეთ. სპონსორების სტიკერები გვაქვს. მეორე. მოხარული ვარ და დღევანდელი დადგა და იმედი გვაქვს რომ მშვიდობით ჩაივლის. და კარგი იყო გადაგე რომ ნახე რა ვიგაის. ხო, ეს არის რა, ზე ძალიან კაი ენერგიას გვაძლევს და ტრეკიც მშრალი იქნება. შედარებით. მეტნაკლები კვირა. ისეთი ტრეკი არის რომ ძალიან ადვილად შრება რა, ძირითადად ქედზე გადის და ატარანი ეხა უკვე ისეთი რამდენიმე გუბე იქნება გუბის გარეშე სანაირად რედი იქნება, მაგრამ ძირითადად ეს უსაფრთხო იქნება ეხა წასულები არის ნამოწმებიანი ტრეკს და ერთ საათში უბრალოდ გასვდერება რა მგონია. რა გაწოლევა და ჯარიამები არა იყო. ეგ იდებს რა. და ძალიან ეხა ტრეკერი მართლა იმუშავებს? ბიჭო, არ ვიცი, ტესტავთ. მოდრო ჩატარდა მე ვიყავი იმით რა ქვია. ჰიმალაიანში, მესამე დღეზე გავი. 411 შენი. ხო, მე მგონი. მეც რა ხარ? ყველას მისამებას იღე. ჰა? ხო რა. Start day with me ის ვიღე. და დაიწყო პროსტა დღე, მარშრუტკაში მოტო წამექსა და შუშა ჩალეცა. აუ ფა. რა უკვე სკოჩი დაღვადგინე. გარაფერი. ნოშკა ეგ არის ენდუროსისა, რომ გადაწევ ნოშკას თვითონ კეცავს და ამ კეებში აკეცა. ბიჭო, აი დავრეგისტრირდი, ნომრები დავაკარე, გუშინის პლანშეტი რაც დავამაგრეთ, საკაიფოთ არის. ეხლა რაღაცა კოლხოზი კონტროლერი ვიყიდე, ის დავაყენე და რა ვნახოთ. მეც ეგ მიყენე, ოღონდ დაასკო შეეგმაგრება. ხო. გოვრების სტიკერები გვაქვს. სათვართი. ხა გვინდა ყავა და გასვლა. მარშრუტი იქნება 44 კილომეტრი. ეს 44 კილომეტრი მოიცავს როგორც დროის კონტროლის მონაკვეთს, ასევე სპეცმონაკვეთს და მეორე დროის კონტროლის სპეცმონაკვეთიდან ბოლოში. პირველი მონაწილე დასტარტავს მოტოციკლეტები წავდნენ პირველები, მერე წავდნენ ბაგები, შემდეგ წავდნენ მანქანები. 2 წუთის ინტერვალი. 2 წუთის ინტერვალი იქნება მოტოს და ბოლო მოტოს და პირველ ბაგს შორის. სტარტის განრიგი გამოქვეყნდება, დაფა გვაქვს სადღაცა და იქ გაეკრება ასევე იმაში WhatsApp-ში ჩაგიგდებთ, იქ ყველა თქვენ დროზე უნდა მოხვიდეთ. თქვენი დრო დაფიქსირდება, სტარტი იქნება აი იქ სადაც დროშები არის და იქნება ესეთი ყვითელი დროის კონტროლის ნიშანი. დროის კონტროლის ნიშანს გაცდებით, გაჩერდებით წითელ კონტროლთან და თქვენი დრო დაფიქსირდება, როცა გაივლით ყვითელს როცა გაცდებით, მაშინ დაფიქსირდება თქვენი დრო. წითელთან გაჩერდებით, წითელ საათთან მიცემთ თქვენ დროის ფურცელს ახლა დაგირიგებთ, როცა მორჩება ბრიფინგი, დროის ფურცელს მიცემთ და იქ ჩაგეწერებათ თქვენი რეალურად სტარტზე მისვლის დრო. სტარტზე როდესაც გახართ, თქვენი ოდომეტრი არის გაჩერებული 0-ზე, roadbook-ს იწყება 0-ით. მოკლედ, ესე გამოიყურება პირველი გვერდი. როცა სტარტზე ვდგავართ, დავაყენებთ 0 ოდომეტრზე და მივყვებით კილომეტრს მივყვებით. ანუ 100 მეტრი, როცა დაწეს 100 მეტრს ჩვენი 0-10 როცა დაწეს ჩვენი ოდომეტრი, იქნებით ჭიშკი მასთან, არკასთან და ანუ იქ მერე წახვალთ მარჯვნივ. ანუ ეს არის პირველი ნიშნული. რადგან მწვანეში არის, ეს არის რომ 200 მეტრზე ახლოს არის შემდეგი ნიშნული. მაგრამ მარშრუტს მოგიყვებით და 37 კილომეტრს გაივლით. ესე წრეს დაარქვა თბილისის ზღვას და შემოხვალთ ისევ ესე გამოვლით და ახალ სპეცმონაკვეთზე. ამ 37 კილომეტრიან მარშრუტზე თქვენ გაქვთ სამიზნე დრო. სამიზნე რას ნიშნავს? რომ ზუსტად ამ დროში უნდა ჩაედიოთ. მოტოციკლეტებს და გაქვთ საათი და 15 წუთი. საათი და 15 წუთი ასე ნიშნავს, რომ უნდა იაროთ საშუალოდ 30 კმ/სთ. 10 ამაზე ჩქარა, 10 ამაზე ნელა. ამას აკონტროლებს სიჩქარეს თქვენ თვითონ აკონტროლებთ. რა, თუ სადმე ჩამორჩებით, გაჩერდებით, შეგიძლიათ მე აჩქაროთ, მაგრამ ეს არის თემი, რომ უნდა ეცადოთ რომ 30 კმ/სთ იაროთ. მანქანებს კატეგორიას გაქვთ საათ ნახევარი 15 წუთი. ადრე ეს ნიშნავს რომ გაქვთ
25 კმ/სთ საშუალო სიჩქარე. ზეო სტარტის ხაზზე მოვედით და ველოდებით დროს 5 წუთი დაგვრჩა. აუ ბოზი. It was at this moment he knew. He fucked up. კომპასი და ოდომეტრი არ გავუსწრებ. შეიძლება, ხო. ბიჭო, მე ეს 00-ები, კიდე 00-ები წერია, ბოზი, ხო. ხო, ბაზარია. ეს არის და და ღობესთან მე უნდა მოუხვიოთ ესა. მერე პირდაპირ. ხო, პირდაპირ. მარცხნივ აი ეს არის ღობეს სავარაუდოდ. ის არის შემოძერით მარჯვნივ. შევიყავით. ბიჭო თიხა, ხო. კი, როგორ არ მიცულა. და ეხა მარჯვნი. და სადღაცა მარცხნივ არის, აი ეს არის, აი. ესე და არ შეიქმნა ავიდეთ. ხო. აბე ეს ხო გაკათიშული. ეხა საით. ხო. კი. ათი წუთი, 13 წუთია რაც გამოვედი, არა 23 წუთი. დავაიც, მაო. გზების კვეთაზე მარჯვნივ. რისე უნდა შემეშით. სადღაცა გზების შეერთებაზე მარჯვენა მხარე. ეგ არის, კი, გზების შეერთება ეგ არის. კი, კი. არ ვარი მაგასთან კიდე მარჯვნივ უნდა წავიდეთ. რა არ გვაქვს მე მგონი ამას საკაჩო.
მიდი ცოტაც და გადახვედი. ეგ არის. Короче, ეხა გორაკს მარჯვნიდან უნდა შემოუვაროთ. თევზზე წავსულიყავი. წეცი. მე ვაფშე გამეჩიშა. ჩემი ეს ნახევარს წერს, ვაფშე არ წერს გავლილ მე მე. ვაფშე არ წერდა, ვაფშე გაიგიშა და ვაფშე წაიწერა. შე. საიდან მარცხნე? Всё, კეი ზურგში გივაყვები. ნელა ბალახიდან გადმოვედი ჯობია. არა, просто იმას ვუყურებ. კიდე ერთი გზა გადავჭერით მარცხნივ. გავაგზავნე, ხა მარჯვნივ უნდა წავიდეთ და 66 უნდა გვეჭიროს. მარჯვნივ ხო, და ის ეგ არის. ელა ლევან ამოსასვლელში ტალახია. ჩوارიგა. მერე რესკი მარცხნი უნდა იყოს. გვაყვები კუჩი. კაი. დაღმართი თუ აღმართი? ეხა რომელ წერტილზე ვართ? 18. 100 რა ნომერი ყავდა 13 წუთი ჯარიმა. ოუ, შენ ცოტა ჩაგვეჭირა და.
13 წუთი არ არის, ანუ ავტომობილებია რა. ხო, რა. მე მიგიწერე ყველაფერი მეგიწევ. მე ნაკლები მექნება მე გვიან გამოვედი. შენ ჩემთან ერთად ხო. ოქრო. $19-ზე ვარ, ტყეების ხეივანს მიუყვებით, სწორი არის. ეხა უნდა იყოს პატარა ორმო და მარცხნი უნდა გაუხვიოთ მე 204-ზე. გუბეები. ფეხები გაგრილდა ცოტა. ვსეო, მარცხნივ გავედით, 20-97-ზე ვართ ეხა. უმეგა. ვეჭველი? ჰა? ნელა ლე. მიდი მაგის ნასკე. ბაზარი არა. ეგ არაფერი. ნახე ჯოხი. ნილი რუკაზე ერთ წერტილში. ოჰო. მოდი, შემდეგ ჩეკპოინტზე გავჩერდეთ და გაგასტორებით. ჯიგარი ხარ. დროგეულო ტრეკის მიხედვით არცად არ გადაგებია. ხო. შუ ცენტრში გადმოიარეთ ჩამოსახულში. Levan. Levan.
გადის? მოიცა, იმას ხვდება აქვე კაროვკის კარტერი. Всё. Სურავს რა. ამ გზას გავყვებოდა რასაც წავიდა. მე მგონი აი სახლთან უნდა შევხვიოთ. პატარა სახლი კი რო დგას, მანდ უნდა მივიდეთ და მარჯვნივ წავიდეთ. მიდი მიეც ცოტა დრო ამოვაგდოთ. ეგ არის. შუა დაუჭირე. ხო, აი მივხვდი სადაც ვართ 26-61. თავარი გზიდან გადადი მარცხნივ. გაიჩდა და ღობეს შემოუარეო მე. ღობეს რო შემოულით კიდე ერთი იქნება ჩასასვლელი მარჯვენა მხარეს შენობასთან. ღობეს შემოუარეთ. აი ხა უნდა იყოს მარჯვნივ გზა. ეგ არის. გარი всё, გავედით. ამოხვედი? всё, ეგ არის ძმაო. ეხლა იდეაში უკვე იქ უნდა ვიყო, გამივიდა დრო. 14. აუ, რაც დრო ადგილა შეგოთ. ბოდიში. ცოტა დაღმართია და საფეხურები.
მარცხენა მხარეს აიღე მარჯვნივ ორმოა ლევან. ნელა ორმოა. ფენი სანატორიუმთან უნდა ავიდეთ ტრასას. ჩეკპოინტთან მოვედით ლევან. ფოტო მე მგონი ფოტოგრაფია არის აქ. ოჰო, რა გადავრჩი პო. არაფერი გადავრჩი ბრო. ქვა არის გამოვარდნილი. მე ვარ 14. რა პატარაია? მეტიდან 130 წამი. რა 130 წამი? 15 მადლობელი. ვერა ლევან, მარა ესე წავიდა და ესე გავყვე. მარჯვნივ ავედით. ეს აქ მარცხნივ ხო არ უნდა შეგვეხვია? არა, ცენტრალურ გზაზე. ხო, წაქცეული ხე, ბაზარი არა. ქართულად მესმის. 40. ორჩა. ყოლა. დროები არის ესე. იქნება თულად 1 საათში იქნება პირველადი შედეგები. ნახოთ რა იქნება. ამოსტილება კაი იყო. ასწორა. პატარა ტექნიკური პრობლემები იყო. ნიკუშ რაქენი ბაგების კატეგორიაში. ერთი თუ გადმოგხედავს, სწორედ ჩემი სტუმარის იმედზე აზრია. აღარ წღმერთი. ერთი თუ მიზა. დროში კორექციას თუ შეიძლება სწორედ. ერთი საათით გვიან მოვიდა ის ბიჭი და ის არის. ბიჭო, ამოყირავდიო და რომ გადავყირავდიო. გადმოვიდა და ეს ფურცელიო მივიტარებო და ჩავერთულებაო და კიო და თან ზუსტად საათად 15 ჩავედიო და ბიჭო ის გიგამენო ჩაგეთულებაო და როგორ უნდა ჩაკეთო სალტო გააკეთო და ძალიან მაგარი სამზე გადგეთ. ამდენი წლის ოცნების მე თვითონ ვიმონაწილე ყურებით ხო ვერ უყურებ ერთსაც მაგრამ მე თვითონ ვიმონაწილე კარგად დავიბეგვე კიდევაც რა. იმედია რამე ისეთ 5 თეულში მაინც მოხდები და 10 თეულში რაღაცას და 10 თეული შედეგია. მე რა შედეგი? ჩემ ბაიგზე ვისმენ კომპლიმენტებს და აფოიტელნი ბაიგია. იმაზე ხედავ. რაზე? აბა, ორი სიტყვა. ძალიან კარგი გედა.
მაგრამ კი დავიკარგე და ვიბოდიალე, მაგრამ კარგი იყო. ჯამში მაგრად ვისიამ. ანაც კაი. პირველი ჩეკპოინტის მერე დავიკარგე ტელეფონი დამიშვა. კილომეტრი მაურია და ვაფშე ვეღარ ხდებოდი სადღაც ასულიყავი და რა მივხვდი რომ კახეთში მივიდიოდი ნოტრდამში. შეიძახოდი კახეთში. ოი ძალიან იქით ვიყავი. და აეროპორტი აქეთ ჩადა. პრინავები უკვე ჭდები. რაღაცა იგი. მაგრამ თავიდან რუკა გამოაცხადეს იქ გაშკარად მიწის ზღვის გარშემო და ოი ის უნდა დაგვესკრინშოტები. იქ ჩატი რო იყო და რაღაც სოსო. მაყურებლის თვალით კომენტარი მინდა შენ. რას უყურეთ? გასვლა შემოსვლას ხო უყურე? არა, აშკარად ორგანიზებულია კარგად და კარგად ჩაიარა ყველაფერი მაგრამ ფიქსების გარშე просто პატარა ხალხის თუ არ ჩავშოთ და შეიძლება. ეგ არაფერი. შემდეგში საჭირო აქვს, ჭირდება ეგეთი ორგანიზაცია. კარგი ორგანიზებული ვეცე. შემდეგში მიიღებ მონაწილეობას. გიგა